აჯობებს მამას ტურბოზავრებს ყველას უშველიან ვინც ითხოვს მას დახმარებას თუ მის გვერდით ხარ მას შარი დარდო თუ ცუდი რამ შეგეთქვა უნდა დაუძახო ტურბოზავრებო წინ ჭარაძინგასი ტურბოზავრებო ყველა გაჩხით ტურბოზავრებო შევხვდეთ თავ გადასავლეს სხვებთან ერთად მამაღლა დაიძახე ტურბოზავრებო წინ ტურბოზავრები 34-35 თქვენ საძებნელად მოვდივარ პეჭას ხედავ ბორიასაც აი ფედია თვითონ გამოჩნდა ეს უსამართლობაა რომ არ დამეცემინებინა ვერასდროს ვერ მიპოვიდი ერთი წლის შემდეგაც კი კარგი რა როცა მე ვეძებ პირველ რიგში ხეებს ვუყურებ ყველაფერი იმის ბრალია რომ ეზოში დასამალი ადგილი არ არის აი ტყეში ადვილად დავიმალებოდი დეიდან ორა გვიგრძელავს ტყეში სიარულს გავაგრძელოთ თამაში ფედია ახლა შენი ხუჭები 1 2 3 4 5 არ მესმის სად წავიდა იქნებ ტყეში წავიდა გახსოვს გვითხრა რომ იქ ვერავინ ვერ იპოვის მე ვიპოვი თანაც ადვილად ბორია გინდა რომ მარტო მოძებნო ის ჩემი ძმა ამიტომ მე უნდა მოვძებნო მიშველეთ და მეხმარეთ ო ფედია ბორია მარტო არ უნდა გაგვეშვა ახლა რა გავაკეთოთ მე ვიცი ტურბოზავრები დაგვეხმარებიან შესანიშნავი კადრია თქვენი დახმარება გჭირდება ჩვენს მეგობრებს ტყეში გზააებნათ პანიკას ნუაყვებით აუ ზერი დასახმარებლად ვიფრინავს არ ვიცოდი რომ ტყე ასეთი დიდია და ავიღალე შია ყველა შია და სტყურია საინტერესოა ოდესმე გვიპოვიან თუ არა ვიპოვე მაგრამ მათთან მისვლა ადვილი არ იქნება ერთ მხარეს ჭაობია მეორე მხარეს კი უფსკრული უფსკრულზე გადავიდეთ ვაუ რა მხელა უფსკრულია ახლა რა გავაკეთოთ შენ ამბობ რომ შეუძლებელი არაფერია მაშინ როგორ გადავიდეთ წაქცეულხეს ხედავ მისგან ხიდს გავაკეთებ და მეორე მხარეს გადავალთ ტურბოზავრებო წინ თორ მიწა დატკებნა იმ ადგილას სადაც ხიდს გავაკეთებთ ანკი შენ ხეს აიღებ და ტრაქს მისცემ შენ კი ხე უფსკრულის მეორე მხარეს გადააგდე ეს დილის ვარჯიშის ბრალია. ახლა როგორ გადავალთ? იდეა მაქვს. იქნებ სრულყოფილი ხიდი ავაშენოთ. აი ასეთი. ბევრად უკეთესი იქნება ხიდი ხიმინჯებზე. ხიდი ხიმინჯებზე. ფანტასტიკა. ზერი დედო, ხიდისთვის ხეები მოძებნეთ, პულ, შენის ხეები აქ მოიტანეთ ორ, ახლა უფრო დიდი მოედანი დაგჭირდება. იქნებ ხიმინჯები მაგრად არ არის ჩარჭობილი. ახლავე გავამაგრებ.
ფიცრები გვჭირდება დასაფენად. ანკი, მორები ტრაქს გადაეცი. ის მათ ფიცრებად დაჭრის, შემდეგ ხიმინჯებზე დააწყობს. არ გააღვიძო. იდეა მაქვს, მაგრამ ამისათვის ყველგან მავალი დაგჭირდება. სად არიან ბიჭები? უკვე გვიანია. სად დაიკარგნენ? ჩემი ბიჭები არ არიან. არი ნერვიულო, დახუჭობანას ვთამაშობდით, დიდხანს ვეძებეთ და როგორც იქნა ვიპოვეთ, წამოდით. ფედია, ბორა, მიწაზე წოლა არ შეიძლება გაცივდებით. ჭაობი სად არის? საშიში ტყე სად არის? დაგესისმრათ, წამოდით. ღვეზელები მზად არის, მეგობრებით დაპატიჟეთ. მეგობრების გარეშე როგორ შეიძლება? არა, ასეთი ფოტო უკვე გვაქვს. რამე ორიგინალური გვჭირდება. მე მგონი უბრალოდ ჭირვეულობ ზერ. ქიში და შამათი. მოიცადე, პეტია. სხვას ლა უნდა გამეკეთებინა. ასე რომ იყოს. ქიში და შამათი. ისევ, კარგი. კიდევ ერთი პარტია ვითამაშოთ. კარგი. მე და კატია სათვალთვალო ბორბალზე გვინდა დაასვლა, მაგრამ ჯერ არ ჩაურთავთ. ამიტომ მთელი დღე თავისუფალი გვაქვს. ბორბალზე? რა ბორბალია? უზარმაზარი. გასართო პარკში. იქიდან არაჩვეულებრივი ხედი იშლება. მართლა? დო ერთი იდეა მაქვს. დო? ვიცი რაც გვჭირდება. შენ ბორბალზე ახვალ მე კი გადაგიღებ. სიმაღლეზე იქნები და მთელი ქალაქი თვალწინ გადაგეშლება. აბა რა სიტყვი? მაპატიეზე რა არ ვარ ხასიათზე. დო! უნიკალური კადრი იქნება. აბა, წარმოიდგინე. წარმოდგენაც არ მინდა. არსად არ წამოვალ, ვერ დამითანხმებ. რა სელოდები? აძვერი. იქ შენთვის საკმარისი ადგილია. თავი შეგიძლია ლუკიდან ამოყო. ზერ, ამ ბორბლის მართვა იცი? რა მართვა უნდა? ადვილია. მზად ხარ? წავედით. რა მაგარია, თელ ქალაქს ვხედავ. ყურადღება? ვიღებ. რა იყო? რა მოხდა? პანიკას ნუაყვები, ახლავე დაუბრუნდები. ზერ მეშინია, ჩამომსვი. არ შემიძლია. რაღაც გაიჭედა. ზერ, იცი ვინ ხარ? ვიცი? თავად სრულყოფილება ვარ, მაგრამ ეს ჩემი ბრალი არ არის. დამელოდე არსად არ წახვიდე. ჩვენებს მოვიყვან დასახმარებლად. მისმინე ბორა, ეს მე არ მომწონს. მაშინ წამოხვალ. არგი დაკეტილია, აქ რატომ მოვედით? გაიგონე? საშიში ხმა იყო? ქარის ხმა. აქ ჩვენ გარდა არავინ არ არის. პარკში დოს გადასარჩენად მივდივართ. ტრაქ შენ ფურგონში ჩაჯდები. ბულ შენ ფურგონს მიიბამ. კატა, მე და შენ ველოსიპედით წავალთ. ტურბოზავრება წინ! აბა, ვინ რას შემოგთავაზებს? მარტივია. ბორბალი უნდა დავატრიალოთ, რომ დოქვევი ჩამოვიდეს. ბორია და ფედია აქეთ მოდიან. არავინ არ გაინძრეს ზერ, დაიმალე.
შეხედე, აქ მარტო არ ყოფილვართ. თქვენ აქ რას აკეთებთ? მე და ბეძებ კამათობთ. შესაძლებელია თუ არა ამ ლაბირინთის გავლა ნახევარსაათში? რა თქმა უნდა შესაძლებელია. მზად ხარ ეს დაამტკიცო. მაშინ დრო ჩაირთო. რა ჩაიფიქრე, კატა? ბუ, შენ ტრაკისთვის მოედანს გასწორებ. ტრაკ, შენ ბორბლებიდან დროს ჩამოიყვან. თორ და ანკი, თქვენთვის განსაკუთრებული დავალება გვაქვს. ბორე და ფედე ლაბირინთში უნდა შეაყოვნოთ. რამე შეცვალეთ, შესასვლელი სხვაგან გადაიტანეთ. ტურბოზავრებო, წინ! მე რა უნდა გავაკეთო? დასგან თავი შორს დაიჭერე, როცა ჩამოვა. არაფერი არ მესმის. ეს ლაბირინთი ხუთჯერ მაინც გავიარეთ და 2 წუთში გამოვედით. ვაშა! ამოდი და დო ჩამოიყვანე. ვაშა! დო, ძალიან მიხარია რომ კარგად ხარ. ზერ, შენ! რო, ნახევარსაათი გეყოთ გამოსასვლელად. მოვყევით, ჩვენ გამოგიყვანთ. მოდი აქ. ასე არ შეიძლება. ახლა გეჩვენებ სერს. ფოტოგრაფი ვარ. მიშველეთ და მეხმარეთ. რამდენი მუხლუხი გაჩნდა ჩვენთან. რა საშინელება? თქვენმა მუხლუხებმა მთელი ჟოლო შემიჭამეს. რატომ გადაწყვიტეთ, რომ ჩემი მუხლუხებია? თქვენ თვითონ თქვით, რომ მუხლუხები ყავთ. ბავშვებო, მაღაზიაში გაიქეცით და მუხლუხების საწინააღმდეგო საშუალება მოიტანეთ. მე მანამდე ცოტას დავისვენებ. წარმოგიდგენიათ? აი, ამ ხელა მუხლუხებია. მეზობელი გამოხდა და ხვირილი დაიწყო. რა საშინელება? ესე იგი ამბობ, ეზოში მუხლუხები გაჩნდა, მეზობელთან კი საშინელება ხდება? წარმოგიდგენიათ, მუხლუხები. აი ამ ხელა. ზერმო უკვე ყველაფერი გითხრა. დასხედით. მაღაზიიდან მუხლუხების საწინააღმდეგო საშუალება წამოვიღოთ. მეც წამოვალ თქვენთან ერთად. ვაშა, საშუალების მოსატანად მივდივართ. ერთი იდეა მაქვს. რა? უკვე მოვედით? სად არის მაღაზია? როგორ ფიქრობთ, იქნებ ფერი შევიცვალო. ახლა წითელია მოდაში. ჩვენ რა, სპეციალურად ყველა გუბურასთან გავჩერდებით? არა, ვფიქრობ, ლურჯი ფერი უფრო მომიხდება. დედა მეუბნებოდა რომ ჩვენი სამყაროდან აქ არაფრის მოტანა არ შეიძლებოდა. ძალიან სახიფათოა. საშიში არაფერია. ჩვენ სამყაროში ეს მცენარე საუკეთესო საშუალებაა მუხლუხებთან საბრძოლველად.
ის უნდა მოვწყათ. რა უცნაური სიზმარია. წარმოგიდგენიათ? იქ, აი ამ ხელა. რა, ისევ მუხლუხებია? არა, იქ საშუალებამ ჭიშკარი შეჭამა. რა საშუალებამ? რაო გაუმაძღარო, შემჭამე არა? აი ეს კადრი განსაკუთრებით კარგად გამომივიდა. შეხედეთ, როგორი რაკურსია. ეს მტაცებელი მცენარეა ადამიანებისთვის განსაკუთრებით საშიშია. უნდა ამოვთხაროთ და ისევ ჩვენს სამყაროში გადავიტანოთ. თურბოზავრებო წინ! დრაკ, შენ მის ტოტებს დაიჭერ. ანკი, შენ კაუჩს წამოსდებ და მიწასთან დასწევ. თორ, შენ ფესვებს ამოთხრი. შეუძლებელი არაფერია. ბავშვი საფრთხეშია. ზერ, მცენარე უკან ჩვენ სამყაროში წაიღე. ჩვენ კი სანამ ბებია გაიღვიძებს, გალავას შევაკეთებთ. დაგენაძლევები რომ ვერ მოასწრებს. არა, აღარ დაგენაძლევები. ნამდვილად ვერ მოასწრებს. ასე არ თამაშობ, ეს უსამართლობა! მოფრინავს! უკვე მოფრინდა. შეხედეთ! ეს რა არის? რაღაც ლაკაა. ვაშლი გადაიღე? ეს ვაშლი არ არის. ტელესკოპში ვიყურებოდი და რაც დავინახე, ამოგიბეჭდეთ. ეს ჰგავს? დიდ მეტეორიტს. ნამდვილად ასეა. ბებიას ბაღში მოფრინავს. შენ რა იცი? ეს ლაკა ვაშლს გავს და ვაშლის ზომისაა. ხომ ასეა? ო, ასეა? ვაშლები კი სად იზრდება ბებიასთან? ბაღში. ესე იგი მეტეორიტი იქ ჩამოვარდება. ბებიას ბაღში გოგრა აქვს, ჩემპიონი. მეტეორიტი კი მას. ბებიას ძალიან ეწყინება. უნდა გადავარჩინოთ. ბებია? გოგრა და რაც შეიძლება სწრაფად. რა გეგმა გვაქვს მის გადასარჩენად? მე ვიცი. მეტეორიტი შურდულით უნდა ჩამოვაგდოთ. არა, ვერ მოვარტყამთ. იქნებ ტყეში შემოვიტყუოთ და მახეში გავაბათ. მეტეორიტი? ის ხომ ქვა? რით გინდა რომ შემოიტყუო? ყველით? იქნებ? აი, ამ ხელა ვენტილატორი გავაკეთოთ. ის მეტეორიტს ტბაში გადაისურვის. მივხვდი რა უნდა გავაკეთოთ. მომყევით.
მოვიფიქრე. რაღაც უზარმაზარი ჩოგნის მსგავსი უნდა გავაკეთოთ. და მეტეორიტი მოვიგერიოთ. მართალია. მართალია. დიდი ბადა გჭირდება. ბაღის თავზე გადავჭიმავთ და როცა მეტეორიტი მოფრინდება, მას პიუმ! წინ ბადის საძებნელად. ბადეს ვხედავ. ტბასთან ახლოსაა. ოშა, წავედით. გარგი, მოდი აქ ყველაფერი სწრაფად ამოვთხარო და სხვაგან გადავითანოთ. მეტეორიტიც მოტყუებული დარჩება. გენიალური იდეა. ეს რა გააკეთეთ? ბებია მალე დაბრუნდება მაღაზიიდან. აქ კი არეულობა დახტება. მხოლოდ ერთი შეხედვით არეულობა. მაგრამ თუ არ დააკვირდები, ყველაფერი თავის ადგილზე დააბრუნეთ. თორემ ბებია გაბრაზდება. მე მგონი, ყველაფერი მოვაწესრიგეთ. დავუჩქაროთ, ბადე გავჭიმოთ. პეტიას გეგმას მივდებთ. მეტეორიტი შეიძლება წუთი-წუთზე მოფრინდეს. მარჯვნივ, ახლა მარცხნივ. მე მგონი ყველაფერი მზად არის. შემოწმე სად არის მეტეორიტი. მოიცადე, ლიზა უნდა გაწმინდო. ხედავ, მას ბაბუაწვერის ბუმბული მიეკრო. ო, მეტეორიტი გაქრა. მე მგონი ეს უბრალოდ ბუმბული იყო. მეტეორიტი დღეს არ იქნება? ახლავე მოფრინდება. დავიჭიროთ? ო! ოი, ჩქარა. მარჯვნივ, მარცხნივ. ჩემკენ. სტეკ, აკეთ. ესე ჩვენი მეტეორიტი. გამოდით, აქ არავინ არ არის. შეხედეთ, რკინიგზა. მოდი, ორთქმავალები ვითამაშოთ. მე ყველაზე მთავარი ვიქნები. არა, მე ვარ აქ ყველაზე მთავარი ორთქლმავალი. არა, მე ვარ მთავარი. არა, რელსებზე თამაში არ შეიძლება. სახიფათოა მატარებელმა რომ გამოიაროს. ეს გზა სად მიგვიყვანს? აქ მოგიყვანს, ოღონდ სხვა მხრიდან. დედამიწა ხომ მრგვალია. რა მაგარია, მუსიკალური საქანელა. ეს საქანელა კი არა, შლაგბაუმია. იკეტება, რადგან მატარებელი მოდის. და აქ თამაში ძალიან სახიფათოა. მატარებელი მოდის! მატარებელი! ბეჯას და კაჭას ვკითხოთ, საით მიდის რელსები. დუდუ! იპოლი ჩემ მატარებელი ადგილზე დადე.
ვაშა, მოვიგე. თქვი, მატარებლები წრეზე დადიან. რკინიგზა სხვადასხვა ქალაქს აერთიანებს. ტუტუ! მე ყველაზე სწრაფი ორთქლმავალი მყავს. ვერავინ ვერ გაუსწრებს. არა, ჩემი უფრო სწრაფია. შეხედეთ, ვიგებ. ვაშა! ხედავ, ჩემი ორთქლმავალი ყველაზე სწრაფია. არა ტრაკ, თაღლითობ. ხიდი რატომ გატეხე? ვინ თაღლითობს? ხედავ დიჭხუბეს. ტრაკ, ზერს უნდა შეურიგდე. მეგობრებო, დიდი ხიდი დაინგრა. მე არ დამიგრევია. კლდეს დიდი ქვა მოწყდა და ხიდის საყრდენები დაანგრია. ხიდის შეკეთების დრო არ არის. რა გავაკეთოთ? ვიცი რა უნდა გავაკეთოთ. ოჩახ ტრაკ, სანამ შემდეგი მატარებელი გამოივლის, ხიდი უნდა აღვადგინოთ. ტრაკ, საყრდენები დააყენე. თორ, მათთვის ორმოები ამოთხარე. ანკი, ხრეში დაყარე. ტურბოზავრებო, წინ! სებ, მოდი შევრიგდეთ. რა თქმა უნდა, მაგრამ ყველაზე სწრაფი მაინც მე ვარ. ყველაზე სწრაფი. გახმოვანებულია სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის მიერ.